მოგესალმებით, მე თამარი ვარ და ქართულ მედია ჯგუფთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს. დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანს. ბრიტანეთის საელჩო იუწყება, რომ სანქციები დააწესა გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანების უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად. სანქცირებული პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ. ფინეთის პარლამენტმა 11 აპრილს ერთხმად დაამტკიცა მთავრობის ინიციატივა, რომელიც რუსი მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა სრულად კრძალავს. ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაქანენმა გადაწყვეტილებას ეროვნული ერთობის ნათელი მაგალითი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადაიდგა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა დაანონსა უკრაინისთვის 10,000 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის გადაცემა. მისმა ლიეტუველმა კოლეგამ კი დოვილე შაკალიენემ გამოაცხადა დამატებით 20 მილიონი ევროს გამოყოფა ასევე ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში. ვლადიმერ პუტინი შეხვდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ ვიტკოფს. შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როიტერსის ინფორმაციით, პუტინის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ ვიტკოფმა ტრამპს უთხრა, რომ ყველაზე სწრაფი გზა შეთანხმების მისაღწევად იყო ის, რომ მხარი დაეჭირა რუსეთისთვის 4 სადავო ტერიტორიის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების კონტროლის გადაცემისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეთმა პანამაში ვიზიტისას ხელი მოაწერა ურთიერთგაგების შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ამერიკის სამხედრო ძალებს მიეცემათ უფლება გამოიყენონ პანამის მიერ კონტროლირებადი ბაზები და უსაფრთხოების ობიექტები პანამის არხის მიმდებარედ, წვრთნებისთვის, სწავლებებისა და სხვა პანამის მიერ დაშვებული საქმიანობებისთვის. შეთანხმების თანახმად ამერიკა აღიარებს პანამას სუვერენიტეტს, ხოლო პანამის მხარე ინარჩუნებს სრულ კონტროლს ბაზებზე და თვითონ წყვეტს დაუშვებს თუ არა ამერიკულ ძალებს ქვეყანაში. ადმირალმა სემუელ პაპარომ, რომელიც ამერიკის ინდოწყნარი ოკეანის სარდლობას ხელმძღვანელობს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ჩინეთის უპრეცედენტო სამხედრო გაძლიერება და აგრესიული პოლიტიკა მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის როგორც ამერიკისთვის, ასევე მისი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. მისი თქმით, ტაივანზე ზეწოლა 300%-ით გაიზარდა და ჩინეთის მიერ გატარებული სამხედრო მანევრები უფრო გავს მომავალი შეტევების რეპეტიციებს, ვიდრე ჩვეულებრივ წვრთნებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ქვეყნის ლიდერის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელმაც 2 ომი გადაიტანა, შემიძლია ვთქვა, რომ ზავი ომს არასდროს აჩერებს. თუ ოკუპირებულ საზღვარზე მშვიდობის დამცველები ჩნდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიას. ჩემი აზრით, არც ერთი ქვეყანა არ დათანხმდება ტერიტორიული მთლიანობა დათმოს. ამიტომ მშვიდობისთვის უკრაინის ლეგიტიმური ტერიტორიების დათმობის მოლოდინი უსამართლო და არარეალურია. გერმანიის არჩეული კანცლერი ფრიდრიხ მერცი და მომავალი სამთავრობო კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ევროპას შეუძლია დაეყრდნოს გერმანიას, რომელიც იღებს ძლიერ მთავრობას. გერმანიის მოქალაქეობის მიღებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება. სახელმწიფო საზღვრებზე დაწესდება მკაცრი კონტროლი. ბუნდესვერში შეიქმნება შვედური ტიპის ნებაყოფლობით სამხედრო სამსახური. გერმანია შეწყვეტს ლტოლვილთა პროგრამებს და არ შექმნის ახალს. შეიქმნება ფედერალური უშიშროების საბჭო და კრიზისებზე რეაგირების საბჭო. დანიასა და საფრანგეთს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ადასტურებს საფრანგეთის ერთგულებას დანიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეთანხმების საფუძველზე გაძლიერდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. ეს იყო ამ კვირის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.